ამ ვიდეოში მოკლედ გიყვებით რა სჭამთ, როდესაც გონიათ რომ სიმინძე გაზრდით, ჯამრთელ ქათამს მიირთმევთ. გაჩვენებთ როგორ ყიდიან ხელოვნურად, საღებავებით გაყვითლებულ ქათამს და კვერცხს. არის სპეციალური ფერი, ის მისაღები, რომელიც გააყენებს რაღაცას აჭირებს. გიყვებით როგორ იყენებენ საქართველოში ქიმიურ საღებავებს, რომლის დოზებიც ევროკავშირის ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება, როგორც ჯამრთელობისთვის საშიში. მითელი ფერის კონცენტრატი ან როდესაც ჩვენ თუ ვამზადებთ ასეთ ფერას საკვებს პრემიქს გავაძლევთ და ეს მითელი ფერის კონცენტრატს ვამატებთ 100 კილოზე 250 გრამს. სიმინდი არ აყვითლებს? არა, შასია. მოკლედ გეტყვით როგორ შეუძლია დააზიანოს ჯამრთელობა საკვები გამაყვითლებლის დოზის გადამეტებას. ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია წაიკითხეთ ვებგვერდზე რადიო თავისუფლება.G. აქ თბილისის ცენტრში, დეზერტირების ბაზრის სიახლოვეს, ყოველ დილით 5 საათზე სხვადასხვა კუთხიდან ქათმებით დატვირთული მანქანები შედის და იცლება. ყუთებში ჩალაგებული დაკლული, ყვითელი ქათმები პირდაპირ მანქანებიდანაც იყიდება. თლიანი ქათამი, ქათმის მკერდი, ფილე, მუშტარს ხორცს ქუჩაშივე უწონიან. აქ ბითუმად მყიდველები თბილისის რესტორნებიდან, სამზარეულოებიდან და უბნის მაღაზიებიდან მიდიან. 2 საათში ვაჭრობა თითქმის დასრულებულია. ასეთივე ბაზრობაა ნავთლუღშიც. თბილისში კიდევ უამრავ ადგილას იყიდება ქათამი, რომელიც მყიდველს სოფლის ყვითელ სიმინძე გაზრდილი ჰქონია. მრავალ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბაზარზე ქათმის და კვერცხის ნაწილი ხელოვნურადაა გაყვითლებული. ქათმის და კვერცხის გასაყვითლებლად იყენებენ როგორც ბუნებრივ, ასევე ქიმიურ საღებავს, რომელსაც ფრინველის საკვებში ურევენ. ბუნებრივი საღებავი უსაფრთხოა. ყველაზე გავრცელებული ქიმიური საღებავის გამოყენება კი ევროპაში მკაცრად არის შეზღუდული. ევროპის კომისიამ 10 წლის წინ დაადგინა, რომ ქათმის 1 ტონა საკვებში მაქსიმუმ 25 გრამი ქიმიური, სინთეზური გამაყვითლებლის შერევა არის უსაფრთხო. გადამეტება კი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. შეიძლება დააზიანოს ღვიძლი, ჩამოშალოს თვალის ბადურა. არაერთი წყარო, ვისაც შევხვდით, გვეუბნება, რომ საქართველოში უპირატესობას ქიმიურ, სინთეზურ საღებავს ანიჭებენ. ის უფრო იაფი და ეფექტურია. ხელით არის გაკეთებული. აქ ბუნებრივი გამაყვითლებელი არ არის გამოყენებული. აქ არის სინთეზური გამაყვითლებელი გამოყენებული და არის დიდი დოზით გამოყენებული. ეს არაბუნებრივი ფერია. სიმინდი ასე ვერ გააყვითლებს. აი კიდე ეს არის. კიდე უფრო, კიდე აქ უკვე კარგად აჩანს. რომ ეს მთლიანად სინთეზური გამაყვითლებლებია გამოყენებული და იმითია კანის შეცვლილი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიზნეს ოპერატორები საქართველოში ვალდებულნი არიან მიუთითონ ინფორმაცია გამაყვითლებლის გამოყენების შესახებ. რადიო თავისუფლებამ ქართულ ბაზარზე ქათმის და კვერცხის ეტიკეტები შეისწავლა. არცად წერია გამოიყენეს თუ არა საღებავები. საქართველოში ქათმის ხორცს და კვერცხს საზიანო ქიმიური პიგმენტების შემცველობაზე არავინ იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტო გამაყვითლებლებს არც იკვლევს და არც აკონტროლებს. ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობის გამო გვიპასუხა უწყებამ ოფიციალური წერილით. და ან რა შემოწმება უნდა ამას? როცა თვალითაც ჩანს რა არის. ახლა ვისენაც არ უნდა მიხვიდეთ, ხომ? მწარმოებელი გეტყვი შვილებს გეფიცებით, აი იმას რომ კაპი არაფერი არ ურევია. რამ გააყვითლა? სიმინდი არ აყვითლებს ასე. ძალაუნებურად მოიბადება კითხვა. რამ გააყვითლა მაშინ? რადიო თავისუფლებას ქართველმა ექიმებმაც უთხრეს, რომ გამაყვითლებლის გადამეტებული დოზა საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. კაროტინების ჭარბი გამოყენება შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატოციტების, ანუ ღვიძლის უჯრედების დაზიანება და შესაბამისად ღვიძლის ფუნქციების მომატება. ამას ქვია ტოქსიური ჰეპატიტი, ზოგადი სახელი. ტოქსიური ჰეპატიტები ძალიან ხშირია, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული პირველ რიგში წამლებთან, ან საკვებით რაღაცის გადაჭარბებულად მიღებასთან. რას პასუხობს სახელმწიფო და ქათმის მწარმოებლები რადიო თავისუფლებას, ამას ვრცლად ჩვენი სტატიიდან შეითხოვ. მანამდე კი მომხმარებელს ერთადერთი რამ შეუძლია, არ მოთხოვდეს და მოერიდოს მკვეთრად ყვითელი ფერის ქათმის ხორცის და კვერცხის შეძენას. ეს იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მორიგი სერია.
მე გიორგი მგელაძე ვარ. სხვა გამოძიებები შეგიძლიათ ნახოთ აქ და რა თქმა უნდა გამოიწერეთ რადიო თავისუფლების YouTube არხი.